თბილისში კომერციული და საოფისე უძრავი ქონება მცირე პროცენტული მაჩვენებლით, თუმცა მაინც წლიდან წლამდე ძვირდება ექსპერტების შეფასებით იჯარის ფასის ზრდას, მოთხოვნის ზრდა და საჭირო ფართობისა და კლასის სავაჭრო თუ საოფისე სივრცეების დეფიციტი განაპირობებს. რა ფართობის ახალი ბიზნეს ცენტრები დაემატება თბილის უახლოეს წლებში და დღეს რა სივრცეებს თავაზობს დედაქალაქი სავაჭრო და საოფისე ფართების მაძიებლებს კომერციული უძრავი ქონების ბაზრის უახლეს ანალიზს მარი მელიქიშვილი გაგვაცნობს, რომელიც გვერდდება პირდაპირ ეთერში. მარი, მოგესალმებით. გამარჯობა თათია, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს. თბილისში ბიზნეს ცენტრების დატვირთულობა იზრდება, მზარდია მიწოდებაც, კერძოდ როგორც კოლეჟ ჯორჯიას კომერციული საბროკერო სერვისების დეპარტამენტში აცხადებენ, კომერციულ და საოფისე ფართებზე არსებული მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარაუდოდ 2028 წლის ბოლომდე დედაქალაქს კიდევ 150 კვადრატული მეტრი ფართობის საოფისე სივრცეები დაემატება. სწორედ ამ ფართობის ბიზნეს ცენტრის მშენებლობაზეა გაცემული ნებართვები. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტების ძირითადი წილი მაინც საბურთალოზე მოდის, თუმცა უკვე ჩანს გარეუბნების ჭრილში ინტერესიც, მაგალითად ბიზნეს ცენტრების მშენებლობა იგეგმება დიდი ღომში, ნაძალადევსა და სამგორში. რაც შეეხება თბილისის საოფისე ბაზარზე არსებულ ამჟამინდელ მიწოდებას, ის 272,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ძირითადად გადანაწილებულია ცენტრალურ უბნებზე, ვაკე საბურთალო და მთაწმინდა. იჯარის ფასები კი ბიზნეს კლასების მიხედვით განსხვავებულია, მაგალითისთვის A კლასის ბიზნეს ცენტრებში საიჯარო განაკვეთი მერყეობს 22-დან 24 დოლარის ფარგლებში, ხოლო B კლასის ოფისებში 1 კვადრატულის ფასი საშუალოდ 18-20 დოლარია. კოლეჟ ჯორჯიაში ამბობენ, რომ კომერციულ ფართებზე ფასები ყოველ წელს იზრდება, თუმცა მცირედი პროცენტული მაჩვენებლით დაახლოებით 2-დან 4%-ის ფარგლებში. ფასების მსგავსად ბიზნეს კლასების მიხედვით განსხვავებული სურათია მოთხოვნის ნაწილშიც. A კლასის ბიზნეს ცენტრებზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება და ამ ტიპის ბიზნეს ცენტრებს ბაზარი დაახლოებით 2-3 წელში ითვისებს. რაც შეეხება თბილისის ბიზნეს ცენტრების ვაკანტურობის ჯამურ კოეფიციენტს, ბოლო წლებში ის სტაბილურად 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს. 2025 წლის 3 კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, თანამედროვე ბიზნეს ცენტრების მიწოდება შეადგენს 272,000 კვადრატულ მეტრს, საიდანაც დაახლოებით ნახევარი მოდის A და B კლასის კატეგორიის ბიზნეს ცენტრებზე. ძირითადად ეს A და B კლასის კატეგორია წარმოდგენილია ვაკე მთაწმინდა საბურთალოს ტერიტორიაზე, თუმცა სამომავლო მიწოდებაში საინტერესო ინსაიტი ვლინდება, რომ უფრო გარეუბნის ჭრილში შემოდის პროექტები. მაგალითად, დიდი დიღომი, ნაძალადევი, სამგორი, ესეთი უბნებიც ემატება, ასე ვთქვათ, ამ სექტორს. საინტერესოა ასევე, რომ A და B კლასის ბიზნეს ცენტრებში საიჯარო განაკვეთი A კლასის ბიზნეს ცენტრებში შეადგენს 22-24 დოლარის ფარგლებში, DGK-ის და მეინტენანსის გარეშე, B კლასში აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 18-20 დოლარის ფარგლებში არის. მოთხოვნას რაც შეეხება ბიზნეს ცენტრებში, სამი ძირითადი კატეგორია არის, ეს არის საფინანსო ინსტიტუტები, სადაზღვეო და საინვესტიციო ჯგუფები, რასაც ყველაზე მსხვილია, ესე ვთქვათ, წილი უკავია დაახლოებით მეოთხედი, მას მოსდევს IT მედია და კომუნიკაციები და პროფესიული სერვისები. რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს, ასევე კოლეჟ ჯორჯიას ინფორმაციით 2025 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. ამჟამად თბილისის სავაჭრო ცენტრების მიწოდება შეადგენს 300,000 კვადრატულ მეტრს, რაც თავის თავში დაახლოებით 20-მდე თანამედროვე სავაჭრო სივრცეს მოიაზრებს. ბიზნეს ცენტრების მსგავსად იჯარის კუთხით მკვეთრი მატება არც ამ სეგმენტში ფიქსირდება. საშუალო შეწონილი საიჯარო განაკვეთი 20 დოლარს შეადგენს, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-იან ზრდას წარმოადგენს. საერთო ვაკანტურობის კოეფიციენტი კი 8% შეადგენს, თუმცა თბილისის რიგი სავაჭრო ცენტრები თითქმის 100%-იანი დატვირთვით მუშაობენ და სავაჭრო ფართების დეფიციტი აქვთ. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, პრინციპში იქამდე გალერეა თბილისის ფართებზე მოთხოვნა ყოველთვის საკმაოდ მაღალია, მაგრამ უფრო მეტი აქტივობა შეინიშნება ბოლო პერიოდში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სავაჭრო ცენტრის ფართი, ასე ვთქვათ, არის საკმაოდ პატარა, გვიწევს გაფილტრა იმ ბრენდების, რომლისგანაც მომართვიანობა გვაქვს, შესაბამისად, ვაპრიორიტეტებთ, ასე ვთქვათ, კიდე ჩვენი მხრიდან თუ რომელი ბრენდის შემოსვლა განვიხილოთ.
თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რომ მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალი, გაზრდილი და ასევე ინტერესი არის იმ ბრენდების მხრიდან, რომლებიც ამ დრომდე არ არიან არც გალერეა თბილისში და შესაბამისად საქართველოს ბაზარზე. ამ ეტაპზე გალერეა თბილისის დატვირთულობა არის 100%-იანი, არც ერთი გასაქირავებელი ფართი ამ ეტაპზე თავისუფალი არ არის. დატვირთულია როგორც დიდი ფართობის ობიექტები, ასევე მცირე ზომის გასაქირავებელი სტენდები. 2025 წლის მონაცემებით თბილისში სავაჭრო ცენტრების ჯამური მიწოდება შეადგენს 300,000 კვადრატულ მეტრს. დაახლოებით 20-მდე სავაჭრო ობიექტი არის წარმოდგენილი. აღნიშნულ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ფიქსირდება წინა პერიოდთან შედარებით. საიჯარო განაკვეთი შეადგენს 20 საშიში დოლარს DGG-ს და მეინტენენსის გარეშე, ხოლო ვაკანტურობის მაჩვენებელი 8%-ის ფარგლებშია. აქ გეტყვით იმასაც, რომ ახალი ბიზნეს ცენტრების მსგავსად თბილისს მალე ახალი სავაჭრო ცენტრებიც დაემატება, კერძოდ დედაქალაქში 2024 წელს 29 სავაჭრო ობიექტზე გაიცა სამშენებლო-ნებართვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში თბილისის ბაზარზე სავაჭრო ფართების მიწოდება გაიზრდება. მარი, მადლობა. მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.